წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა. სოფელ ზედამახოს მცხოვრებლები გზის რეაბილიტაციაზე წყალმომარაგების მოწესრიგებას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, პროტესტის შედეგად გზის მცირე მონაკვეთ რეაბილიტაცია რამდენიმე კვირის წინ ჩაუტარდა. გარკვეულ ნაწილზე კი წვიმიანამითში გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსახლეობას გზის პრობლემის მოგვარებას უახლოეს მომავალში პირდებიან. რაც შეეხება წყალგაყვანილობას, მისი მოწესრიგება ადგილობრივებს საკუთარი სახსრებით მოუწევთ. ზედამახოში მცხოვრები 7 ოჯახი გაუმართავი გზის გამო განსაკუთრებით მას შემდეგ შეწუხდა, რაც ავადმყოფებისა და ბავშვების სკოლაში გადაადგილებისას დაბრკოლებები შეექმნათ. ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი დახმარება მხოლოდ გზის მცირე მონაკვეთის მოშანდაგებით შემოიფარგლა. ადგილობრივების თქმით, პრობლემა ყველაზე მწვავედ უამინდობისას დგას. არის ამ მომენტში, ესე იგი, ავადმყოფები, რომლებიც ვერ ახერხებს ვერც სკოლით რომ ადამიანო მოვიდეს, ხო? მოვიდეს, ექიმა რომ მოვიდეს, ავადმყოფს ვერ ნახავს. იმიტომ ვერ ნახავს, რომ არ არის მისაწვდომი გზები, იმისაც რომ უბრალოდ რომ გაწვინდეს ახლა 1 საათის განმავლობაში ახლა მოკლედ წვივის. მაგრამ 1 საათი უკვე მანქანა ვეღარ მოვა. ნუ მატალა ხდება. ვითხოვთ გზას. შერემონტებას, მაინც თუ არ დაასხამე, ხო? ხომ და დაიხრიშოს რომ მანქანა მოვიდეს. კაგამინჩი კაითუ სიცხეებია ჩურუგაში მანქანა შემოალამაზად. თუ გაწვიმდა და ტრაქტორი გინდა მეიყვანო მანქანა მოართო და ავადმყოფიც ეიყვანო ლიგად ოჯახიდან. მახოში მცხოვრებლების განცხადებით, გადაადგილების პრობლემას უწყლობაც ემატება. მათი თქმით, წლების განმავლობაში მოძველებული მილების გამო სოფელ სასმელი წყალი არ მიეწოდება. მე-20 საუკუნეში გაკეთებული ტრუბები, ეს უკვე იქნა მეწარ ჩაფრით დალბა წყალი გამოშვებული, ხან იქ გადის, წყალი საერთოდ აღარ გვაქვს, ამ წუთში წყალი დაავლეთ და მეზობლიდან ვიწიგები წყალ ხან გაწვინდება წიმის წყალ, სონტა ავადმყოფია, პატარა ბავშვია, როგორ უნდა ივიარსებოდ ასე. და რამდენ ხან უნდა თხოვთ განგებეს რომ რაღაცა დაგვეხმარა, რაღაცა ისე მეთქი, არაფერი შედეგი არაფერი არ არის. ვერც მანქანა მოდის და გაწვიმების შემთხვევაში ვერც ბავშვები ვერ დაგვყავს სკოლაში, ბაღში, არ არის შეუძლებელია უბრალოდ აქ ცხოვრება, არც წყალი გვაქვს, დასალევს ვეზიდებით 200-300 მეტრიდან 2 ბავშვით. წვიმა თუ დარია, არ არის შესაძლებლობა იმის, რომ ან შლანგი ვიყიდოთ, ან ნასოსი დავაყენოთ. პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი თვითმმართველობა. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნადიმ ვარშანიძე ამბობს, რომ გზის რეაბილიტაციისთვის პროექტი უკვე მზად არის. მისივე განცხადებით, სოფლის ცენტრამდე სასმელი წყალი უკვე მიყვანილია. ცალკეული ოჯახების მილებით უზრუნველყოფა კი არ იგეგმება. ჩვენ რამოდენიმე დღის უკან გავგზავნეთ საგზაო დეპარტამენტთან ერთად, ავიდა შემოწმდა ეგ ადგილი, გაიგზავნა ჩატარდა მოხერშვითი სამუშაოები, ასე რომ ამინდი გამოვა კიდევ ვაპირებთ, იყო გაგზავნილი ტექნიკა მობილიზირებული, აქ მოგეხსენებათ რომ თავისთავად რელიეფის რთული რელიეფია, ამიტომ აქედან გამომდინარე მუშაობთ იმ ასე ვთქვათ პროექტით და პროგრამით, რაც ჩვენი ბიუჯეტითაა გათვალისწინებული. ხელვაჩაურის გამგეობაში განმარტავენ, რომ სასმელი წყლის მილების მონტაჟი სოციალურად დაუცველი ოჯახების გარკვეულ კატეგორიაზე გავრცელდება, რომელსაც სპეციალური კომისია გამოავლენს.